საშუალო და პატარა გერმანული სახელმწიფოების უმეტესობა მხარს უჭერდა ავსტრიას, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მათი არმიები სუსტი და ცუდად ორგანიზებული იყო. პრუსიის გენერალურმა შტაბმა ჰელმუტ ფონ მოლტკეს უფროსის ხელმძღვანელობით შეიმუშავა საათის მექანიზმივით ზუსტი ოპერაცია. სამი პრუსიული არმია სხვადასხვა მიმართულებით შეიჭრა ბოჰემიაში, რათა შეერთებულიყო ავსტრიის მთავარ ძალებთან. 1866 წლის 3 ივლისს გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ქალაქ სადოვას მახლობლად, რომელსაც ავსტრიელები კონიგრედს უწოდებდნენ. 300,000 პრუსიელი ჯარისკაცი დაუპირისპირდა 250,000 ავსტრიელს. ბრძოლა ერთ დღეს გაგრძელდა და ავსტრიის არმიის სრული დამარცხებით დასრულდა. ვენისკენ მიმავალი გზა ღია იყო. პრუსიულ ჯარებს შეეძლოთ ავსტრიის დედაქალაქის აღება, ჰაბსბურგების იმპერიის დამცირება და ნებისმიერი პირობის გარნახი. მაგრამ აქ ბისმარკმა გამოავლინა სტრატეგიული სიბრძნე, რომელიც განასხვავებს დიდ პოლიტიკოსებს უბრალოდ წარმატებული პოლიტიკოსებისგან. მან შეაჩერა წინსვლა. მეფე ვილჰელმა და გენერლებმა მოითხოვეს ტრიუმფალური ლაშქრობა ვენაზე, მაგრამ ბისმარკი დაჟინებით მოითხოვდა. ავსტრია არ უნდა გამხდარიყო პრუსიის მოსისხლე მტერი. ის უნდა განედევნათ გერმანიიდან, მაგრამ არ უნდა გაენადგურებინათ. ხვალ ის შეიძლება გახდეს მოკავშირე სხვა საფრთხეების წინააღმდეგ. სამშვიდობო ხელშეკრულება კი ზომიერი იყო. ავსტრიამ იტალიას დაუთმო ვენეცია. უარი თქვა გერმანიის საქმეებზე და ყველა უფლებაზე და გადაიხადა მცირე შენატანი. სულ ეს იყო. იმპერიის ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნებული იქნა. ეს იყო პოლიტიკური სასწაული. ომი 7 კვირის შემდეგ დასრულდა სრული სამხედრო გამარჯვებით, მაგრამ დაუძინებელი მტრის შექმნის გარეშე. ავსტრიაზე გამარჯვებამ გერმანიის რუკა ხელახლა დახატა. ბისმარკმა სწრაფად იმოქმედა და ევროპას არ მისცა აღდგენის დრო. უძველესი გერმანული კონფედერაცია, რომელიც 50 წლის განმავლობაში არსებობდა, ოფიციალურად დაიშალა. მისი ნანგრევებიდან წარმოიშვა ახალი სახელმწიფოებრივი ერთეული, ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაცია. მდინარე მაინის ჩრდილოეთით მდებარე ყველა გერმანული მიწა, 22 სახელმწიფო, გაუერთიანდა პრუსიას. ეს იყო რევოლუციური მომენტი. თუმცა ეს კონსერვატიული მონარქის მიერ იყო მოპოვებული. ფორმალურად ამ სახელმწიფოებიდან თითოეულს შეუნარჩუნა საკუთარი დინასტია, თავისი სამეფო კარავი, თავისი შიდა წესრიგი. საქსონიისა და ჰანოვერის მეფეები, მეკლენბურგის დიდი ჰერცოგები და მცირე სამთავროების მთავრები, ყველა მათგანი აგრძელებდა თავისი მიწების მართვას. მაგრამ რეალური ძალაუფლება ბერლინში გადავიდა. ერთიანი არმია პრუსიის მეფის მეთაურობით. ერთიანი საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ბისმარკი ახორციელებდა. ერთიანი ეკონომიკური ზონა შიდა ჩვეულებების გარეშე. ერთიანი კონსტიტუცია, რომელიც ქმნიდა საერთო პარლამენტს. ეს კონსტიტუცია პოლიტიკური ინჟინერიის შედევრი იყო. ბისმარკმა შექმნა სისტემა, რომელიც თანამედროვე და ლიბერალური ჩანდა, მაგრამ უზრუნველყოფდა გვირგვინის სრულ კონტროლს. რაიხსტაგი აირჩიეს მამაკაცთა საყოველთაო საარჩევნო უფლებით, უფრო დემოკრატიულად ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში. მაგრამ რეალური ძალაუფლება ფედერალურ საბჭოს, ბუნდესრატს ეკუთვნოდა, სადაც ცალკეული შტაბების მთავრობების წარმომადგენლები იკრებებოდნენ. აქ პრუსია საკმარისი ხმები ჰქონდა ნებისმიერი არასასურველი გადაწყვეტილების დასაბლოკად. კავშირის კანცლერს პრუსიის მეფე ნიშნავდა და მხოლოდ მის წინაშე იყო პასუხისმგებელი და არა პარლამენტის წინაშე. ბისმარკი გახდა პირველი ფედერალური კანცლერი, რომელიც ერთდროულად პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტად და საგარეო საქმეთა მინისტრად რჩებოდა. მის ხელში დიდი ძალაუფლება იყო კონცენტრირებული, მაგრამ მას ესმოდა, რომ ეს ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი გერმანია. მაინის მდინარის მეორე მხარეს 4 დიდი სამხრეთ გერმანიის სახელმწიფო რჩებოდა: ბავარია, ვურტემბერგი, ბადენი და ჰესენ-დარმშტატ. ისინი უპირატესად კათოლიკები იყვნენ. კულტურულად ავსტრიისკენ იყვნენ მიზიდულნი და პრუსიის ჰეგემონიის ეშინოდათ. მათი ანექსია უბრალოდ ძალით არ შეიძლებოდა. ეს გამოიწვევდა წინააღმდეგობას და შეიძლება საფრანგეთის შარევა გამოეწვია. სამხრეთ გერმანიის სახელმწიფოები ფორმალურად დამოუკიდებლები დარჩნენ, მაგრამ ბისმარკმა ისინი ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაციას სამხედრო ხელშეკრულებების ქსელთან დააკავშირა. ომის შემთხვევაში ისინი ვალდებული იყვნენ ჯარები
საერთო სარდლის ქვეშ წარმოედგინათ. ეკონომიკურად ისინი უკვე გერმანიის საბაჟო კავშირის ნაწილი იყვნენ. მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებისთვის შესაფერისი მომენტის ლოდინი რჩებოდა და ბისმარკმა გაიგო, რომ ეს მომენტი დადგებოდა, როდესაც სამხრეთ გერმანელები გარედან საფრთხეს იგრძნობდნენ, როდესაც ეროვნული გრძნობები რეგიონულ პარტიკულარიზმს გადაფარავდა. ამასობაში ის ახალი სახელმწიფოს შიდა ორგანიზაციით იყო დაკავებული. კანონმდებლობის გაერთიანებით, საერთო სასამართლო სისტემის შექმნით, რკინიგზის განვითარებით, ეკონომიკის ინტეგრაციით. ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაცია თვალსაჩინოდ დიპლომატიური კონსტრუქციიდან რეალურ ქვეყნად გარდაიქმნებოდა. პრუსიელმა ლიბერალებმა, რომელსაც მხოლოდ გუშინ სძულდათ ბისმარკი მისი ავტორიტარული მეთოდების გამო, ახლა მასთან მშვიდობა დაამყარეს. წარმატება ყველაფერს ამართლებდა. ბისმარკმა მათ შესთავაზა ამნისტია, წარსული კონფლიქტებისთვის და ბიუჯეტების რატიფიცირება, რომლებიც მან პარლამენტის თანხმობის გარეშე დახარჯა. უმრავლესობა მხარი დაუჭირა. რკინის კანცლერმა გაიმარჯვა არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ პარლამენტის დარბაზებშიც. მაგრამ მთავარი ამოცანა გადაუჭრელი რჩებოდა. გერმანია ნახევრად გაერთიანებული იყო და ბისმარკმა იცოდა, რომ ამოცანის შესრულების ერთადერთი გზა ახალი ომი იყო. ომი ძალასთან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თავისუფლებას თვლიდა გერმანიის საქმეებში ჩარევას და აღმოსავლეთში ძლიერი მეზობლის გაჩენის თავიდან აცილებას. ომი საფრანგეთთან. 1870 წლის ზაფხულში ევროპა სიცხეში იხჩობა, მაგრამ ნამდვილი ვნებები დიპლომატიურ პალატებში მძვინვარებდა. ესპანეთი 2 წლის განმავლობაში მეფის გარეშე იყო. რევოლუციამ ყოფილი დინასტია დაამხო და ესპანელი პოლიტიკოსები სასოწარკვეთილად ეძებდნენ ვაკანტურ ტახტზე კანდიდატს. მათი არჩევანი პრუსიის მეფის შორეულ ნათესავ, პრინც ლეოპოლდზე შეჩერდა. კანდიდატურა გონივრული ჩანდა. პრინცი კათოლიკე იყო და ესპანურ არისტოკრატიასთან კავშირები ჰქონდა, მეუღლის მეშვეობით, მაგრამ საფრანგეთისთვის ეს მიუღებელი იყო. ნაპოლეონ მესამემ და მისმა მთავრობამ ეს ბისმარკის ბოროტ გეგმად მიიჩნია. ჰოჰენცოლერნი პრუსიის ტახტზე ბერლინში, ჰოჰენცოლერნი ესპანეთის ტახტზე მადრიდში. საფრანგეთი კლანჭებში აღმოჩნდა. პარიზული პრესა გაბრაზებული სტატიებით ფეთქდებოდა. საფრანგეთის საგარეო მინისტრმა ჰერცოგ გრომონმა მუქარი შემცველი სიტყვა წარმოთქვა პარლამენტში. ფაქტობრივად პირდაპირ წამოჭრა საკითხი. ან კანდიდატურა იქნებოდა გაუქმებული, ან დაიწყებოდა ომი. ბისმარკი ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას. ცეცხლზე ნავთს ასხამს მის მიერ კონტროლირებადი გაზეთების საშუალებით, მაგრამ ჯერჯერობით ჩრდილში რჩება. 12 ივლისს სიტუაცია ყველაზე მოულოდნელი გზით განიმუხდა. პრინცი ლეოპოლდის მამამ, რომელსაც შვილის ამბიციების გამო ევროპული ომის პერსპექტივის ეშინოდა, დაარწმუნა იგი უარი ეთქვა ესპანეთის გვირგვინზე. ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა და როგორც ჩანს, კრიზისი დასრულდა. ბისმარკი, რომელიც იმ დროს თავის მამულში იმყოფებოდა, განრისხდა. მისი ფრთხილად აგებული ინტრიგა ჩაიშალა. მან გადადგომაზეც კი იფიქრა. მაგრამ ფრანგებმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უბრალო უარი საკმარისი არ იყო. მას საჯაროდ პრუსიის დამცირება სურდა. საფრანგეთის ელჩი ბენედეტი გაგზავნეს კურორტ ბად-ემსში, სადაც მეფე ვილჰელმი იმ დროს ისვენებდა. ელჩმა მოითხოვა, რომ მეფემ არა მხოლოდ პრინცის უარი, არამედ გარანტიაც მიეცა, რომ არც ერთი ჰოჰენცოლერნი აღარასდროს მოითხოვდა ესპანეთის ტახტს. ეს იყო შეურაცხმყოფელი მოთხოვნა, ულტიმატუმი, რომელიც წაუყენეს დიდი სახელმწიფოს მონარქს. ვილჰელმ პირველი თავაზიანი, მაგრამ ამაყი კაცი იყო. მან თავაზიანად უარი თქვა ასეთ გარანტიებზე და უბრძანა ბენედეტი აღარ მიეღოთ. პარკში გასეირნების შემდეგ მეფემ თავის კანცლერს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც აღწერილი იყო ინციდენტი. ტექსტი ნეიტრალური იყო, თითქმის რუტინული, მაგრამ ეს იმ კაცის ხელში ჩავარდა, ვისთვისაც სიტყვების იარაღებით გამოყენება შეეძლო, როგორც ქვემეხების. ბისმარკმა იმ საღამოს ბერლინში ვახშამი მიირთვა ომის მინისტრ რონთან და გენერალური შტაბის უფროს მოლტკესთან ერთად. ორივე გენერალი დამშვიდებული იყო. როგორც ჩანს, ომი თავიდან აიცილეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გერმანიის გაერთიანება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ბისმარკმა აიღო ემსის შეხვედრის ტექსტი და რედაქტირება გაუკეთა.
მან არც ერთი ფაქტი არ შეცვალა, მაგრამ ამ მოიღო ყველა შემამსუბუქებელი სიტყვა და ფრაზები შემოაბრუნა. მისი ვერსიით შეხვედრა ჰგავდა უხეშ დემარშს საფრანგეთის ელჩის მიერ და პრუსიის მეფის მიერ მის მიღებაზე მკვეთრ უარს. შეურაცხყოფა ორივე მხრიდან. ბისმარკმა წაუკითხა რედაქტორებული ტექსტი გენერალს და კითხა, როგორ გამოიყურებოდა ის. მოლტკემ უპასუხა, რომ ახლა ეს ომის გამაფრთხილებელ საყვირს გავდა. კანცლერმა ტექსტი დაუყოვნებლივ გადასცა პრუსიის უცხოურ გაზეთებს. მეორე დღეს, 14 ივლისს, მთელმა ევროპამ წაიკითხა ემსის ინციდენტის შესახებ. პარიზში ეს აღიქვეს როგორც სასიკვდილო შეურაცხყოფა. გერმანიის დედაქალაქებში როგორც ფრანგული თავხედობა. მრისხანების აფეთქება ურთიერთგამომრიცხავი იყო. 19 ივლისს საფრანგეთმა ომი გამოუცხადა პრუსიას. ბისმარკმა მიიღო ის, რაც სურდა. ომი, რომელშიც საფრანგეთი აგრესორად ითვლებოდა. ფრანკო-პრუსიის ომი საფრანგეთის მობილიზაციის გამოცხადებით დაიწყო, რომელიც მარტივ გამარჯვებას ელოდა. ნაპოლეონ მესამემ და მისმა მარშლებმა გაიხსენეს პირველი ბონაპარტის დიდება და დარწმუნებულები იყვნენ ფრანგული არმიის უპირატესობაში. პარიზელი ბრბო ბერლინისკენ სკანდირებდა. გაზეთები პრუსიის დედაქალაქისკენ ტრიუმფალურ მსვლელობას პირდებოდნენ, მაგრამ მეორე იმპერიის სამხედრო მანქანა ჟანგიანი აღმოჩნდა. მობილიზაცია ქაოსურად მიმდინარეობდა. პოლკები საზღვარზე საბრძოლო მასალის გარეშე ჩავიდნენ. მომარაგების მატარებლები დაიკარგა. შტაბმა არ იცოდა ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობა. ფრანგული არმია შთამბეჭდავი იყო აღლუმებზე, მაგრამ მოუმზადებელი იყო თანამედროვე ომისთვის. გერმანული მხარე მოქმედებდა შემზარავი ეფექტურობით. ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაციამ მობილიზება რამდენიმე დღეში განახორციელა, მაგრამ რაც მთავარია, სამხრეთ გერმანიის სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ შეასრულეს თავიანთი მოკავშირეობრივი ვალდებულებები. ბავარიამ, ვურტემბერგმა, ბადენმა განალაგეს თავიანთი ჯარები და პრუსიის სარდლობის ქვეშ მოაქციეს. ბისმარკმა სწორედ გათვალა. საფრანგეთიდან მომავალი საფრთხე ყველა გერმანელს აერთიანებდა. კათოლიკები სამხრეთით და პროტესტანტები ჩრდილოეთით მხარდამხარ ილაშქრებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. ეროვნულმა გრძნობებმა რეგიონულ განსხვავებებზე გავლენა მოახდინა. უკვე აგვისტოს დასაწყისში სამი გერმანული არმია შეიჭრა ელზასა და ლატარინგენში. ფრანგებმა სადეს სასაზღვრო ბრძოლებში შეტევა, მაგრამ ვაისენბურგში, ვიორცსა და შპიხერენში დამარცხდნენ. გერმანული მხრიდან არტილერიის უპირატესობა, უკეთესი ორგანიზაცია და შტაბ-ბინების დახვეწილი მუშაობა. ამ ყველაფერმა გერმანელებს უპირატესობა მისცა. საფრანგეთის ძირითადი არმია მარშალ ბაზენის მეთაურობით მეცის ციხესიმაგრეში იყო ალყაში მოქცეული. საფრანგეთის 170,000 საუკეთესო ჯარისკაცი ხაფანგში აღმოჩნდა. ნაპოლეონ მესამე ავადმყოფი და დემორალიზებული პირადად გაუძღვა სხვა არმიას მიეზის ბლოკადის გასახსნელად. ეს იყო სასოწარკვეთილი მცდელობა ომის მიმდინარეობის შესასვლელად. არმია ჩრდილო-აღმოსავლეთით ბელგიის საზღვრისკენ დაიძრა, რომელსაც გერმანული ჯარები მისდევდნენ. 1870 წლის 1 სექტემბერს ფრანგები სედანის პატარა ქალაქთან ახლოს მდინარე მოზასთან დაჯგუფდნენ. გერმანელებმა მათ ნახევარწრეში ალყა შემოარტყეს და 500 ქვემეხი განალაგეს საკონტროლო სიმაღლეებზე. 2 სექტემბრის დილით ხოცვა-ჟლეტვა დაიწყო. გერმანულმა არტილერიამ მეთოდურად ცეცხლი გაუხსნა გადაჭედილ ფრანგულ ჯგუფებს. ყოველი გარღვევის მცდელობა ცეცხლის კედლით მთავრდებოდა. შუა დღისთვის ფრანგული არმია დემორალიზაციის ბრბოთ იყო დაყვანილი. ის ვიწრო სივრცეში ჩარჩა განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ. ნაპოლეონ მესამემ უაზრო სისხლისღვრის შესაჩერებლად ბრძანა თეთრი დროშის აღმართვა. საფრანგეთის იმპერატორმა კაპიტულაცია გამოაცხადა თავის არმიასთან ერთად. 80,000 ფრანგი ჯარისკაცი, მათ შორის 39 გენერალი და თვით ნაპოლეონ მესამეც ტყვედ ჩავარდნენ. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის კატასტროფა. დიდი სახელმწიფოს იმპერატორი ტყვედ ჩავარდა. მისი არმია განადგურდა. როდესაც ამ ამბავმა პარიზში ჩააღწია, მაშინვე რევოლუცია დაიწყო. ხალხი
საკანონმდებლო ასამბლეაში შეიჭრა. მეორე იმპერია დაამხეს და რესპუბლიკა გამოაცხადეს. ბისმარკისა და გერმანული არმიებისთვის ამას დიდი ცვლილება არ მოუტანია. პარიზისკენ მიმავალი გზა იყო ღია. გამარჯვებით შთაგონებული სამხრეთ გერმანიის სახელმწიფოები ახლა მოუთმენლად ელოდნენ პოლიტიკური გაერთიანების განხილვას ჩრდილოეთთან. მთავარი დაბრკოლება დაძლეული იყო. გაერთიანებული გერმანია აღარ იყო პროექტი. ის რეალობად იქცა. 1870 წლის ზამთარი ცივი და დაუნდობელი იყო. პარიზი ალყაში იყო მოქცეული. რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანულმა ჯარებმა ალყაში მოაქციეს საფრანგეთის დედაქალაქი და გადაკეტეს ყველა მომარაგების გზა. დაიწყო შიმშილი. ხალხი ჭამდა ცხენებს, წაღლებს, მტრედებს, ყველაფერს, რასაც კი ხელში ჩაიგდებდნენ. მაგრამ საფრანგეთის რესპუბლიკა, რომელმაც იმპერია დაამხო, კაპიტულაციაზე უარს იძახდა. ბისმარკი ხვდებოდა, რომ პარიზს შეიძლებოდა წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ გერმანიამ უკვე გაიმარჯვა. მხოლოდ ისღა დარჩა, რომ ფორმალიზირებულიყო ის, რისთვისაც თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა. სანამ артиლერია ქუხილით ესროდა საფრანგეთის დედაქალაქის კედლებს, ვერსალის სასახლეში ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ბისმარკს, პრუსიის მეფე ვილჰელმსა და სამხრეთ გერმანელ მონარქებს შორის. საკითხი ერთიანი გერმანული სახელმწიფო შექმნა იყო. ბავარიისა და ვურტემბერგის მეფეები, რომლებსაც ცოტა ხნის წინ პრუსიის ეშინოდათ, ახლა მას გერმანული ღირსების დამცველად თვლიდნენ. ეროვნული იდეა, რომელზეც ლიბერალები 10 წლეულების განმავლობაში ოცნებობდნენ, არა მათი ხელით, არამედ რკინითა და სისხლით იყო ხორცშესხმული. ბისმარკი ყველა სიმბოლური ჟესტის ძალას ხვდებოდა. მან აირჩია ადგილი ახალი იმპერიის გამოსაცხადებლად, რომელიც საფრანგეთისთვის გაკვეთილად და ახალი ევროპული წესრიგის მანიფესტად უნდა ქცეულიყო. ეს იყო ვერსალის სასახლის სარკეების დარბაზი, ფრანგული ძალაუფლების სიმბოლო და პრუსიის დამცირება ლუი მე-14-ის მეფობის დროს. ახლა აქ, დამარცხებული მტრის გულში, ახალი სახელმწიფო უნდა დაბადებულიყო, ისეთი, რომელიც კონტინენტს შეცვლიდა. 1871 წლის 18 იანვარს ვერსალის სასახლის უზარმაზარი დარბაზი სამხედრო ფორმებით, პრინცებითა და ჰერცოგებით, მინისტრებითა და ოფიცრებით იყო სავსე. კედლებზე სარკეები ციმციმებდა, რომლებიც მედლებსა და ოქროს ფორმების ბრწყინვალებას ირეკლავდა. საყვირების გუნდმა ცერემონიის დაწყება გამოაცხადა. მეფე ვილჰელმი ადგა პოდიუმზე, გენერლებით გარშემორტყმული. მის წინ ოტო ბისმარკი იდგა, თეთრ ფორმაში გამოწყობილი. მისი ბაკენბარდები ნაცრისფერი იყო, მზერაკი ყინულის. ხელში ეჭირა დოკუმენტი, რომელიც მისი ცხოვრებისეული ნამუშევრის დასრულებას სიმბოლურად გამოხატავდა. დამსწრეები გასწორდნენ, როდესაც ბისმარკმა ხმამაღლა წაიკითხა გერმანიის იმპერიის დამყარების აქტი. ამ წუთიდან ვილჰელმ I გერმანიის იმპერატორად და კაიზერად გამოცხადდა. ამ წუთში დარბაზი სავსე იყო შეძახილებით. გაუმარჯოს იმპერატორს, გაუმარჯოს გერმანიას. ჯარისკაცებმა ჩაფხუტები ხიშტებზე აწიეს. ოფიცრებმა კი ხმლები ამოიღეს. გაისმა შეძახილები, რომელიც ერთ ტალღად გაერთიანდა, ზეიმით და ძლიერებით. საუკუნეების განმავლობაში დაშლილი გერმანია ახალი სახით აღდგა. როდესაც ცერემონია დასრულდა, ვილჰელმი მიუახლოვდა ბისმარკს და ხელი ჩამოართვა. მეფე შფოთავდა, ის მადლიერებას გრძნობდა. მის გვერდით იდგა კაცი, რომელმაც შექმნა იმპერია, მაგრამ რომელმაც ეს გააკეთა უბრალოდ და უყოყმანოდ. ბისმარკისთვის ეს იყო ტრიუმფი, მაგრამ არა აღტაცება. მან არ გაიღიმა. მას ესმოდა, რომ ამ დიდებულ საქმეში დევს მომავლის, სიძულველის ნაპერწკალი. დაპყრობილ ვერსალში იმპერიის გამოცხადება არის ნაპერწკალი, რომელიც ერთ დღეს ხელახლა გააღვივებს ფრანგების შურისძიების სურვილს. ამასობაში ევროპა შეკრთა. დიდი საფრანგეთი ნანგრევებად იყო ქცეული და მის ადგილას ახლა ძალა ჩნდებოდა. ახალგაზრდა, დისციპლინირებული, ინდუსტრიული ძლიერი გერმანია. ბისმარკისთვის ეს იყო 20 წლიანი მოგზაურობის კულმინაცია, რომელიც დაიწყო 1848 წლის რევოლუციით. მან ჯერ დაიცვა მონარქია, შემდეგ გაერთიანებული გერმანია და ახლა ის გახდა ახალი ევროპული წესრიგის არქიტექტორი. მაგრამ ტრიუმფის მომენტშიც კი მან იცოდა, რომ შექმნილი შენარჩუნება უფრო რთული იქნებოდა,
ვიდრე მისი დაპყრობა. ვერსალში ბრწყინვალე ტრიუმფისა და ფრანკფურტის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ბისმარკი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ის აღარ აშენებდა იმპერიას. ახლა მას ევროპული პოლიტიკის მღელვარე ოკეანეში წონასწორობის შენარჩუნება მოუწია. გერმანია ომიდან მდიდარი და ძლიერი გამოვიდა, მაგრამ პოტენციური მტრებით გარშემორტყმული. საფრანგეთი შურისძიების წყურვილით დუღდა. ავსტრია ჯერ კიდევ არ იყო გამოჯანმრთელებული დამარცხებისგან, მაგრამ ინარჩუნებდა გავლენას. რუსეთი ალიანსის მიუხედავად ფრთხილად აკვირდებოდა ახალი მეზობლის ძალაუფლების ზრდას. მშვიდობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ომის მოგება. ბისმარკმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ გერმანია უკვე საკმაოდ დანაყრდა. ის აღარ ეძებდა შემდეგ დაპყრობებს. მისი მიზანი გახდა მეზობლების დარწმუნება, რომ ახალ იმპერიას მხოლოდ სტაბილურობა და მშვიდობა სურდა. თუმცა ამის მისაღწევად მან შექმნა დიპლომატიური ალიანსებისა და შეთანხმებების რთული ქსელი. ეს იყო ცნობილი ბისმარკის სისტემა, დახვეწილად დაბალანსებული მექანიზმი, სადაც ყველა ძაფი აკავშირებდა გერმანიას სხვა ძალებთან, რაც ხელს უშლიდა მათ მის წინააღმდეგ გაერთიანებაში. ამ სისტემის პირველი კვანძი იყო სამი იმპერატორის ალიანსი, რომელიც დაიდო 1873 წელს გერმანიას, რუსეთსა და ავსტრია-უნგრეთს შორის. ბისმარკი მშვენივრად ხვდებოდა, რომ ორ აღმოსავლეთ მონარქს, ვილჰელმსა და ალექსანდრე მეორეს, ერთმანეთი სჭირდებოდათ რევოლუციური მოძრაობის შესაკავებლად და ევროპაში კონსერვატიული წესრიგის შესანარჩუნებლად. ეს ალიანსი უფრო მორალური იყო, ვიდრე სამხედრო, მაგრამ მან შექმნა ნდობის კავშირი ბერლინსა და სანქტ-პეტერბურგს შორის და დროებით გაანეიტრალა ავსტრია-რუსეთის დაძაბულობა ბალკანეთში. 1870-იანი წლების შუა პერიოდისთვის რკინის კანცლერი ევროპული დიპლომატიის ცენტრალურ ფიგურად იქცა. მას პატივს სცემდნენ, ეშინოდათ და მის აზრს ითვალისწინებდნენ. 1878 წელს მან ბერლინში შეკრიბა დიდი ძალების წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციაზე ბერლინის კონგრესზე, სადაც რუსეთ-თურქეთის ომის შედეგები განიხილეს. რუსეთი იმედოვნებდა, რომ გაამყარებდა თავის წარმატებას, მაგრამ მიიღო მხოლოდ ნაწილობრივი აღიარება. ავსტრია-უნგრეთმა გააფართოვა თავისი გავლენა. ინგლისი კმაყოფილი იყო ბალანსით და გერმანია, რომელიც არბიტრის როლს ასრულებდა, გახდა ევროპული წესრიგის ოფიციალური მცველი. ბისმარკი ცდილობდა საფრანგეთის იზოლირებას, რათა ხელი შეეშალა მისთვის მოკავშირეების პოვნაში. მას ესმოდა, რომ ახალი ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ქვეყნის დიპლომატიური მხარდაჭერის ჩამორთმევა იყო. ამ მიზნით მან შეინარჩუნა ალიანსი ავსტრია-უნგრეთთან, გააძლიერა ურთიერთობები რუსეთთან და სწორი ურთიერთობები შეინარჩუნა იტალიასთან და დიდ ბრიტანეთთან. გერმანია ყველასთვის აუცილებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არავისთვის საშიში. ეს იყო ბალანსის შენარჩუნების უპრეცედენტო სტრატეგია, თავიდან აცილებული როგორც აბსოლუტური ბატონობა, ასევე იზოლაცია. შინაგანად ბისმარკი მოქმედებდა ახალი სახელმწიფოს მცველად. ის იყო ფრთხილი, ეჭვის თვალით უყურებდა რადიკალიზმის ყველა გამოვლენას. სოციალისტური იქნებოდა თუ ნაციონალისტური. მისი დევიზი შენარჩუნება იყო. მას არ სურდა რევოლუცია, არ მოსწონდა რისკი. მას ესმოდა, რომ ახალი იმპერია ჯერ კიდევ მყიფე იყო, რომ გერმანიის ერთიანობა ძირითადად მისი საკუთარი ძალაუფლებისა და პირადი ავტორიტეტის პროდუქტი იყო. როგორც კი არეულობა დაიწყებოდა, ყველაფერი შეიძლებოდა დანგრეულიყო და მაინც გარეგნული სიმშვიდის მიღმა იმალებოდა ახალი წინააღმდეგობები. გერმანია სწრაფად გარდაიქმნა სამრეწველო გიგანტად. ქალაქები იზრდებოდა, მუშები პოლიტიკურ უფლებებს ითხოვდნენ. ძველი პრუსიული წესრიგი თანდათან იბზარებოდა მოდერნიზაციის სიმძიმის ქვეშ. ბისმარკი, რომელიც მიჩვეული იყო იმპერიის ბედის დიპლომატიურ მაგიდასთან გადაწყვეტას, ახლა შიგნიდან გამოწვევის წინაშე იდგა. მას არა მხოლოდ ევროპის, არამედ საკუთარი ხალხის შეკავებაც მოუწია. როდესაც ბოლო ომების კვამლი გაიფანტა და შედარებითი სიმშვიდე გამეფდა ევროპაში, ბისმარკის მთავარმა ბრძოლებმა ბრძოლის ველებიდან ქვეყნის შიგნით გადაინაცვლეს. ახლა იმპერიის ერთიანობისთვის საფრთხე არა უცხო არმიებიდან, არამედ შიდა ძალებიდან, კათოლიკური ეკლესიიდან და ახალი
სწრაფი მზარდი სოციალისტური მოძრაობიდან მოდიოდა. კანცლერი, რომელიც მიჩვეული იყო პირდაპირ მოქმედებასა და დისციპლინას, მათ აღიქვავდა როგორც დივერსიულ ელემენტებს, რომლებსაც შეეძლოთ სახელმწიფო შიგნიდან შესუსტება. გერმანიის ნახევარი კათოლიკური იყო, განსაკუთრებით სამხრეთ მიწები: ბავარია, რაინის მხარე და ვესტფალია. გაერთიანების შემდეგ რომის პაპობამ უარი განაცხადა იმ იდეის მიღებაზე, რომ გერმანელი კათოლიკეები ახლა არა რომის, არამედ კაიზერის დაქვემდებარებაში იყვნენ. 1860 წელს პაპმა პიუს მეცხრემ გამოაცხადა პონტიფიკური უცდომელობის დოგმა, რომელიც ბისმარკმა აღიქვა როგორც პირდაპირი გამოწვევა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მიმართ. ეს კათოლიკურ ეკლესიას ალტერნატიულ ძალაუფლების ცენტრად მიიჩნევდა, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საკუთარი იერარქიითა და დისციპლინით. ამგვარად დაიწყო კულტურკამპი, ბრძოლა კულტურისთვის, მაგრამ არსებითად ეს იყო პოლიტიკური ომი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ბისმარკმა შეტევა საკანონმდებლო ზომებით დაიწყო. 1870 წელს მაისის კანონები მიიღეს. ყველა სასულიერო სკოლა სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებოდა. სამრევლოების სახელწოდებებს მინისტრები ამტკიცებდნენ, ხოლო მღვდლებს საერთო უნივერსიტეტებში სწავლა მოეთხოვებოდათ. იეზუიტების ორდენი იმპერიიდან გააძევეს. ეკლესიის დისციპლინური გადაწყვეტილებების გასაჩივრება მხოლოდ სახელმწიფო სასამართლოებში იყო შესაძლებელი. ამ ზომებმა ქარიშხალი გამოიწვია. კათოლიკური გაზეთები დევნის შესახებ იუწყებოდნენ. ათასობით მღვდელმა უარი თქვა მათ შესრულებაზე. დაიწყო დაპატიმრებები და კონფისკაციები. კათოლიკური ცენტრის პარტია ძლიერ პოლიტიკურ ძალად გამოჩნდა და მალე რაიხსტაგში მეორე ყველაზე გავლენიანი ფრაქცია გახდა. კულტურკამპმა სასურველი შედეგები ვერ გამოიღო. დასუსტების ნაცვლად ეკლესია გაძლიერდა და მოსახლეობა მის გარშემო გაერთიანდა. ბისმარკი თანდათან მიხვდა თავის შეცდომას. საჭირო იყო რეპრესიების შემცირება. 80-იანი წლების დასაწყისისთვის წმინდა საყდართან დაპირისპირება ფაქტობრივად დასრულდა, მაგრამ ჰორიზონტზე ახალი მტერი, წითლები გამოჩნდნენ. ინდუსტრიულმა რევოლუციამ იმპერიის სახე უფრო სწრაფად შეცვალა, ვიდრე ვინმე ელოდა. ქალაქებში გამრავლდა ქარხნები, მაღაროები და რკინიგზა. მათთან ერთად გაიზარდა მუშათა ახალი კლასი, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობდა და პოლიტიკური უფლებებისგან მოკლებულნი იყვნენ. გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც გაერთიანების შემდეგ მალევე დაარსდა, პოპულარობის მოპოვება დაიწყო და მოუწოდებდა თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისკენ. ბისმარკისთვის ეს იმპერიის სტრუქტურის საფრთხედ ჟღერდა. ის სოციალისტებს 1858 წლის რევოლუციონერ მემკვიდრეებად მიიჩნევდა, რომლებიც მონარქიის განადგურებისთვის მზად იყვნენ. 1878 წელს კაიზერის მკვლელობის მცდელობის შემდეგ ბისმარკმა საბაბად მიიჩნია სოციალისტების წინააღმდეგ განსაკუთრებული კანონების მიღება. პარტია აიკრძალა. მისი გაზეთები დაიხურა. შეხვედრები დაიშალა და აქტივისტები დააპატიმრეს. როგორც ჩანს, ბრძოლა დასრულდა, მაგრამ კანცლერმა გააცნობიერა, რომ იდეების განადგურება პოლიციური მეთოდებით შეუძლებელი იყო. შემდეგ მან რეპრესიიდან პოლიტიკურ ინჟინერიაზე გადაინაცვლა. თუ უკმაყოფილების აღმოფხვრა შეუძლებელი იქნებოდა, შეიძლებოდა მათი შესუსტება სახელმწიფოს მზრუნველობით. ასე დაიბადა სოციალური ჯანმრთელობის სისტემა პირველი მსოფლიოში. 1891 წელს შემოიღეს ჯანმრთელობის დაზღვევა. რამდენიმე წლის შემდეგ კი უბედურობის შემთხვევებისა და სიბერის დაზღვევა. პენსიები, სამედიცინო დახმარება, გარანტირებული გადახდები სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი გახდა. ბისმარკმა შექმნა ის, რასაც ისტორიკოსები მოგვიანებით სახელმწიფო სოციალიზმს უწოდებდნენ: კომპრომისი, წესრიგსა და სამართლიანობა შორის. მისი მიზანი მარტივი იყო: მუშებისთვის ეჩვენებინა, რომ ხალხზე ზრუნვა შეიძლებოდა ზემოდან, მონარქიიდან და არა ქვემოდან, რევოლუციიდან. მაგრამ იდეებთან ბრძოლა ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე არმიებთან ბრძოლა. მაგრამ დისციპლინის ზედაპირის ქვეშ ძალები განაგრძნობდნენ დაგროვებას, რომელიც ერთ დღეს გერმანიას ახალ ანგარიშს წარუდგენდნენ. ამ დროისთვის ბისმარკს ხელი მტკიცედ ეჭირა საჭესთან. არ იცოდა, რომ ქარიშხალი არა შიგნიდან, არამედ ზემოდან, ძალაუფლების მწვერვალიდან მოდიოდა. 1888 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა ხანდაზმული კაიზერი ვილჰელმ I, კაცი, რომელთანაც ბისმარკმა მთელი გზა პოლიტიკური იზოლაციიდან იმპერიის შექმნამდე გაიარა. იმავე წელს, სულ რაღაც რამდენიმე თვის ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, მისი ვაჟი,
ფრიდრიხი მესამე, ლიბერალურად განწყობილი მონარქი, რომელიც იმედოვნებდა გერმანიის შერიგებას ხელისუფლებასთან, ასევე გარდაიცვალა. გვირგვინი მის 29 წლის შვილიშვილს ვილჰელმ მეორეს გადაეცა და ამ მომენტიდან დაიწყო ის, რასაც თავად ბისმარკმა მოგვიანებით მისი დაცემა უწოდა. ახალგაზრდა კაიზერი ამბიციური, ემოციური და შეპყრობილი იყო პირადი მმართველობის იდეით. ძველი ვილჰელმისგან განსხვავებით, მას არ ჰქონდა განზრახული პირველი თანასწორთა შორის. მას სურდა ყოფილიყო ბატონ პატრონი. რკინის კანცლერი, რომელიც მიჩვეული იყო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორებით მართვას, ახლა მმართველის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც მას პირველ ვიოლინოზე დაკვრას თხოვდა. თავიდანვე მათ შორის ორმხრივი გაღიზიანება წარმოიშვა. ვილჰელმმა იგრძნო, რომ ბისმარკი მას არ ენდობოდა და მანიპულირებდა ძალაუფლებას, ხოლო კანცლერი იმპერატორს კაპრის ბიჭად აღიქვამდა, რომელიც მიდრეკილი იყო პოლიტიკური აფეთქებებისკენ. კონფლიქტი მალე პირად ამბიციებს გადასცდა. გერმანია სწრაფი ინდუსტრიული ზრდის, ვაჭრობის გაფართოებისა და მზარდი შრომითი მოძრაობის ახალ ეპოქაში შედიოდა. ახალგაზრდა კაიზერი ოცნებობდა ახალ კურსზე, სადაც იმპერია გასცდებოდა ბისმარკის მიერ გატარებულ თავშეკავების პოლიტიკას. მას უნდოდა მსოფლიო დიდება, კოლონიები, საზღვაო ფლოტი და მეტოქეობა ბრიტანეთთან. კანცლერმა პირიქით გააფრთხილა საგარეო პოლიტიკური ავანტიურისტების კატასტროფული შედეგების შესახებ. მან იცოდა, რომ ევროპა იყო მყიფე ბალანსის სისტემა, სადაც ერთი არასწორი ნაბიჯი და მოხდებოდა კატასტროფა. დაძაბულობა ქვეყნის შიგნითაც იზრდებოდა. სოციალისტები კვლავ იმატებდნენ ძალებს. მათი პარტიები არჩევნებში იგებდნენ და ბისმარკი მოითხოვდა რეპრესიული კანონების გახანგრძლივებას. ვილჰელმ მეორე კი კრძალავდა მათ. ის თვლიდა, რომ კაიზერი ყველა თავის ქვეშევრდომს უნდა დაენდოს და არ არის საჭირო ხალხის ნაწილის ჩახშობა. ძველ კანცლერს არ ესმის რა დროში ვცხოვრობთ, ეუბნებოდა კაიზერი თავის ნდობით აღჭურვილ პირებს. ბისმარკისთვის ეს არ იყო მხოლოდ უთანხმოება, არამედ თავდასხმა იმ ძალაუფლების საფუძველზე, რომელიც მან 10 წლეულების განმავლობაში ააშენა. 1899 წლის ზამთარში მათ შორის ურთიერთობამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია. პოცდამში ერთ-ერთ აუდიტორიაზე ცხარე კამათის დროს ბისმარკმა კაიზერს შესთავაზა ძალაუფლების რეალური დანაწილების დაბრუნება. თქვენი უდიდებულესობა შეიძლება იყოს ის, ვინც მეფობს, მაგრამ არ მართავს. ახალგაზრდა იმპერატორი გაცოფდა. მან უპასუხა, რომ არ მისცემდა ნებას თავის გენერლებს მინისტრისგან ბრძანებების მიღებას. ამ სცენის შემდეგ გაირკვა, ორი მზე ერთ ცაზე ვერ იბრძყინებს. 1890 წლის მარტში ბისმარკმა თანამდებობა დატოვა. ის 75 წლის იყო. ვილჰელმ მეორემ მშვიდობით ამოისუნთქა, მაგრამ თავი არ შეიკავა თეატრალური ჟესტისგან. მან კანცლერს მიანიჭა ლაუენბურგის ჰერცოგის ტიტული. გაზეთებმა ბისმარკის წასვლა გაავრცელეს. ეს იყო ეპოქის დასასრული. მოხუცმა ბისმარკმა ბერლინი დატოვა და ჰამბურგის მახლობლად ფრიდრიხსრუში თავის მამულში გადავიდა საცხოვრებლად. ის დღეებს იქადარებდა დოკუმენტებით, მემუარებითა და წერილებით გარშემორტყმული. ზოგჯერ ბაღში სეირნობისას წუწუნებდა, რომ გერმანია ანარქიისგან იხსნა, მაგრამ მისმა მოწაფემ ის გაანადგურა. ვილჰელმ მეორე ცდილობდა თავისი პოლიტიკა დინამიზმისა და ძლიერების ახალ ეპოქას წარმოეჩინა, მაგრამ ბისმარკის ჩრდილი მასზე მრავალი წლის განმავლობაში იყო. ხალხი კანცლერს იმპერიის ნამდვილ შემოქმედად კვლავ მიიჩნევდა. მისი პორტრეტები ქალაქების დარბაზებში, სკოლებსა და სახლებში იდგა. მისი სახელი დისციპლინის, მონდომებისა და ეროვნული ნების სიმბოლოდ იქცა. თუმცა თავად ბისმარკი გადასახლებიდან აკვირდებოდა, რომ არაკომფორტულად გრძნობდა თავს. მან დაინახა, თუ როგორ იწყებდა მის მიერ აშენებული გერმანია ნელ-ნელა გადასვლას ბრძნული ბალანსიდან სახიფათო, ზედმეტ თავდაჯერებულობაზე. მან უთხრა მეგობრებს, მე არ მეშინია გარემტრების, არამედ მეშინია სისულელეების შიგნიდან. როდესაც ბისმარკი გარდაიცვალა, 1898 წლის ზაფხულში ფრიდრიხსრუში გერმანია გაჩერდა. ათასობით ადამიანი დაესწრო ძველი კანცლერის დაკრძალვას. გლეხები, მუშები, ჩინოვნიკები და ჯარისკაცები. ის უბრალოდ პოლიტიკოსზე მეტი იყო. მთელი თაობის განმავლობაში ბისმარკი განასახიერებდა სახელმწიფოს იდეას. კაცრი, დისციპლინირებული, მაგრამ სამართლიანი. მისი პიროვნება იმ გრანიტს გავდა, რომელზეც გერმანული სიამაყე და მომავლის ნდობა იყო აგებული.
თუმცა მაშინაც კი კითხვა მწიფდებოდა, რა დატოვა მან, დიდი ერი თუ ძალის საშიში მემკვიდრეობა. ბისმარკმა გერმანია ზემოდან ააშენა არა როგორც თავისუფალი მოქალაქეების კავშირი, არამედ როგორც ოფიცრების, თანამდებობის პირებისა და მეფეების სახელმწიფო. მას სძულდა პარლამენტარიზმი და სახალხო ნებას არასრულყოფილ ინსტრუმენტად თვლიდა. მისი გაერთიანებული გერმანია დაიბადა არა კონსენსუსიდან ან თავისუფლების იდეიდან, არამედ დისციპლინიდან, მეთაურობიდან და სამხედრო გამარჯვებიდან. რკინითა და სისხლით მიღწეულმა გაერთიანებამ ქვეყანა ძლიერი გახადა, მაგრამ ღრმა კვალი დატოვა მის პოლიტიკურ კულტურაზე. ძლიერების რწმენა გახდა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სამართლიანობის რწმენა. მიუხედავად ამისა, ბისმარკის მიღწევების უარყოფა შეუძლებელია. მან შექმნა პირველი თანამედროვე სოციალური სისტემა სახელმწიფოს კეთილდღეობის მოლოდინით. მან ათობით პოტენციური ომი თავიდან აიცილა და ევროპა თითქმის 20 წლის განმავლობაში წონასწორობაში შეინარჩუნა. მისი დიპლომატია ცივ გათვლაზე იყო აგებული, მაგრამ ასევე რეალობის გაგებაზე. ის არ მისდევდა პრესტიჟს, იგი მოხიბლული იყო დაპყრობის კულტურით. ბისმარკი ცდილობდა არა მსოფლიოს განადგურებას, არამედ გერმანიისთვის მასში მყარი ადგილის უზრუნველყოფას. ამ გაგებით ის იყო უკანასკნელი სახელმწიფო მოღვაწე ძველი სკოლისა, სადაც პოლიტიკა კვლავ გონიერების ხელოვნებად რჩებოდა. ბისმარკის გარდაცვალებით გერმანია შეიცვალა. ახალგაზრდა კაიზერი ცდილობდა ქვეყნის მსოფლიო ძალად გარდაქმნას. მან უარყო კანცლერის სიფრთხილე. დაიწყო საზღვაო პროგრამების კოლონიური ექსპანსიისა და ნაციონალისტური პატრიოტიზმის ერა, რომელსაც ბისმარკი ოდესღაც ოსტატურად იყენებდა, მაგრამ ყოველთვის აკონტროლებდა. მისმა მოსწავლემ გაანთავისუფლა ის ელემენტები, რომელთა კონტროლისთვისაც მისმა მასწავლებელმა მთელი ცხოვრება დახარჯა. პარადოქსი ის იყო, რომ სწორედ ბისმარკის მიერ შექმნილმა ძალამ მისცა მის მემკვიდრეებს კოსმიური პროპორციების შეცდომების დაშვების შესაძლებლობა. როდესაც კანცლერის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ ევროპა პირველ მსოფლიო ომში ჩაეფლო, ბევრს გაახსენდა მისი წინასწარმეტყველური სიტყვები. მან გააფრთხილა, დიდი ევროპული ომი დაიწყება ბალკანეთში, რაღაც სისულელის გამო. ასეც მოხდა. მისი ალიანსის სისტემის ეროვნული ამბიციების განადგურებამ და თავშეკავების პოლიტიკის უარყოფამ კონტინენტი იმ კატასტროფისკენ მიიყვანა, რომლის თავიდან აცილებასაც თავად მთელი ცხოვრება ახმარდა. ისტორიკოსები დღემდე გამათობენ, იყო თუ არა ბისმარკი ხსნელი, თუ საშიში ურჩხულის შემქმნელი. ზოგი მას ცივი გათვლის გენიოსად მიიჩნევს, რომელმაც გერმანიას ერთიანობა და ძალა მოუტანა. სხვები კი იძახიან, რომ ის იყო ავტორიტარული ტრადიციის მამა, რომელმაც მოგვიანებით ქვეყანა თვითგანადგურებამდე მიიყვანა. მაგრამ როგორც არ უნდა შევაფასოთ, იგი ერთი რამ ცხადია. მის გარეშე ევროპა არ გახდებოდა ის, რაც არის დღეს. ბისმარკმა შეცვალა პოლიტიკის ლოგიკა და დაამტკიცა, რომ იდეალების დამარცხება შესაძლებელია ძალის მეთოდური გამოყენებით, ხოლო ქაოსის დისციპლინით. ფრიდრიხს რუეს საფლავის ქვაზე მოკლე წარწერაა. კაიზერ ვილჰელმ პირველის ერთგული მსახური. ლაკონური, თითქმის მოკრძალებული, თითქოს შთამომავლებისთვის შეხსენება სურდა, რომ ის არა საკუთარ თავს, არამედ ქვეყანას ემსახურებოდა. და მაინც ისტორიამ დაადგინა, რომ მისი სახელი სამუდამოდ იმპერიებსა და დინასტიებზე მაღლა იდგა. ის იყო ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ შექმნა სახელმწიფო, არამედ საკუთარი ხელით გამოჭედა იგი, როგორც მჭედელი არ ზოგავდა ლითონს და ცეცხლს. ეს იყო რკინის კანცლერის, როგორც სიდიადე, ასევე ტრაგედია.